რაიონებისგან განსხვავებით საახალწლო ღონისძიებების პროგრამა და ბიუჯეტი ბათუმის მერიაში ჯერ დაუზუსტებელია. სამაგიეროდ ცნობილია, რა შესთავაზებს ტურიზმის დეპარტამენტი ქალაქის სტუმრებს. ნაძვის ხე ევროპის მოედანზე და სადღესასწაულო განათებები ცენტრალურ ქუჩებში. ბათუმი ახალი წლისთვის მზადებას იწყებს. ახალი წლის დღეებში სადღესასწაულო შეკრების ეპიცენტრი ევროპის მოედანი იქნება. ნაძვის ხე წელსაც აქ განთავსდება. მიმდებარე ტერიტორიაზე და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე კი მანათობელი კონსტრუქციები დამონტაჟდება. შეკრების ეჭერ განათებამ გაიმარჯვა ტენდერში, დღეიდან ვიწყებთ ქალაქის საახალწლოდ მორთვას მანათობელი კონსტრუქციებით. 25 დეკემბრისთვის დაახლოებით დასრულდება სამუშაოები. განათდება მოეწყობა ეს კონსტრუქციები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მიმდინარე წელს შესყიდული იქნება 2000 ახალი ფერადი გირლიანდა და 1500 ცალი ნაძვის ხის წიწვი. გაფორმდება რუსთაველის, გოგებაშვილის, ბარათაშვილის, ხიმშიაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩის ნაწილი. მერიაში აცხადებენ, რომ საახალწლო პროგრამას სხვადასხვა უწყებასთან კოორდინირებულად შეიმუშავებენ. სხვა დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მუშაობა რამდენიმე დღიან სადღესასწაულო კონცერტზე მიმდინარეობს. გვინდა რომ პროგრამა ისე გავწეროთ, რომ იმ სადღესასწაულო დღეების განმავლობაში ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისაც, განსაკუთრებით ბავშვებისთვის სამხიარულო დღეები იყოს. საახალწლო ღონისძიებებით კიდევ ერთხელ ვამბობ, კულტურის ცენტრიც იქნება ჩართული, ჩვენ ძალებითაც განვახორციელებთ რაღაც ღონისძიებებს, ტურიზმის დეპარტამენტიც ჩაერთვება და განათლების სამინისტრო ვთქვათ, მასთან არსებული შესაძლებლობებით. ამიტომ ბიუჯეტზე აქ ამ წუთას საუბარი არ არის. სპეციალური სადღესასწაულო შეთავაზება აქვს საჭალის ტურიზმის დეპარტამენტს. უწყება ფასდაკლების პაკეტზე მუშაობს. ტურისტებს სასტუმროებში დასვენება შეღავათიან ფასად 22 დეკემბრიდან შეეძლებათ. პროექტი მეორე წელია ხორციელდება. ჩვენ შევიმუშავეთ ფასდაკლებების პროექტი, ანუ 30-დან 40%-მდე ფასდაკლებებს ჩვენ შემოგთავაზებს ჩვენი განთავსების ობიექტები, ანუ სასტუმროები ბათუმში და შესაბამისად ჩვენ სპეციალური ვებგვერდით batumevents.com მოვახდენთ ამ შეთავაზებების რეკლამირებას საქართველოს მასშტაბით. ბათუმის ქუჩების სადღესასწაულოდ მორთვისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 200,000 ლარი გამოიყო. სხვა ღონისძიებების ღირებულებას კი მერიაში არ აკონკრეტებენ.